მოგესალმებით, მე მარია ფჩხიკვაძე ვარ, ეს ჩოხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. დღეს ჩვენი სტუმარია იამზე ვაჩეიშვილი, ფოტოგრაფი. იამზე მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ სტუდიაში და დაგვითმეთ დრო. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. იამზე მოდით პირველ რიგში მოგვიყავით, როდის და როგორ დაინტერესდით ფოტოგრაფიით. პირველად სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ავიღე ხელში კამერა, დაახლოებით 10 წლის წინ. მომეწონა, მაგრამ ამასთანავე გამიჩნდა კითხვები. კითხვებზე პასუხი საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელისგან, ბატონი კახა ფხაკაძისგან მივიღე, სადაც გავიარე კურსი და ყველა იმ კითხვას, რაც მქონდა, ეტაპობრივად გავეცით პასუხი ერთად, ასე ვთქვათ. მადლობა და მოდით ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია და როგორ ავდენთ საკუთარ თავს ფოტოგრაფიაში და თქვენს ნამუშევრებში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ძალიან დიდ დროს ვუთმობ ფოტოგრაფიას, მომწონს, როდესაც ვიღებ, განსაკუთრებით მომწონს, როდესაც ადამიანებს ვიღებ, უფრო კიდე მეტად მომწონს, როცა ადამიანებსაც მოსწონთ ეს ჩემი ნამუშევრები, ესე იგი, სწორად მივიტანე მათი და ჩემი ემოცია მნახველამდე. ეს ამ ყველაზე მთავარი ჩემი აზრით. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფოტოგრაფია და ძალიან დიდი ადგილი უჭერავს ჩემს ცხოვრებაში ამ სფეროს. აი თქვენ ახლა ისაუბრეთ ემოციებზე, მაინტერესებს თქვენი პირადი განწყობა თუ კი ახდენს გავლენას თქვენს ნამუშევრებზე. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ახდენს. განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ამას ნათლად, როდესაც მინდება ცოტა ესეთი ფოტოების გადაღება ადამიანები მნახველები უფრო სევდიანს რო წოდებენ. აი მაშინ უფრო ვგრძნობ, როგორი განწყობა მქონია, შეიძლება მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ჩემს ნამუშევარში, ჩემს ფოტოებში იგრძნობა აშკარად, მე ხო ვიცი იმ დროს, რასაც განვიცდიდი და მნახველიც ხედავს ამას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტოგრაფის განწყობას, როდესაც რაიმე კადრს იღებ. ასეა ნამდვილად. ნამდვილად აღსაქმელი არის ესაც მნახველისთვის. რა იყო თქვენი პირველი ფოტოკადრი თუ კი გახსოვთ და რა ემოციებთან ასოცირდება ეს თქვენთვის? ალბათ გულისხმობთ უფრო პროფესიულ კადრს, ხო? იმიტომ რომ თავი ისე გადაღებული ბევრი მაქვს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გადავიღე. პორტრეტი. ეს კადრი მახსენდება იყო პორტრეტი და სხვათა შორის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მასე სიუჟეტიც კი გააკეთეს ტელევიზიებმა. ფოტოს ერქვა მიყვარხარ საშინლად, სრულიად შემთხვევით შევესწარი კადრს, სადაც თავის მეორე ნახევარს სიყვარული არ გვხსნა მეუღლემ და ეს გადავიღე. ძალიან ემოციური კადრი იყო, ძალიან თბილი კადრი იყო და მოეწონათ ადამიანებს, გადაიღეს რეპორტაჟიც და უფრო ცნობადი კადრი გახდა. თქვენთვის როგორც ხვდები, უფრო მეტად ბუნებრივი კადრები არის პრიორიტეტული, ხო? ჩემთვის კი არა, ალბათ ფოტოგრაფებისთვის ასეა, იმიტომ რომ ბუნებრივი, აი მოულოდნელად გადაღებული კადრები, როდესაც არ იცის, პორტრეტზე მაქვს საუბარი. როდესაც არ იცის ადამიანმა, რომ იღებ ფოტოს. გაცილებით ბუნებრივი, სახასიათო და საინტერესოა. როგორც კი დაინახავენ, რომ კამერა გიჭირავს და ობიექტივი მას უყურებს, მაშინვე იწყებენ თავის მოწესრიგებას, თმის გასწორებას, აი სახის დაალაგებას და რეალურად ადამიანი იკეტება და თავისი ხასიათი ნაკლებად წარმოჩენილი ხდება ამ დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოულოდნელი და უგეგმავი კადრები გაცილებით უფრო ბუნებრივი, სახასიათო და საინტერესოა. ყოფილა შემთხვევა არ იცოდნენ ადამიანებმა, რომ გადაუღე და როდესაც ფოტო მიჩუქებია მისთვის, დაბეჭდილი ფოტო, როდესაც მიჩუქებია, აი ძალიან მოეწონათ, გაუხარდათ, ანუ გაამართლა და ამართლებს ის ფაქტი, რომ მოულოდნელი კადრები არის საინტერესო და სახასიათო. ნამდვილად მეც გეთანხმებით, მაგრამ როდესაც გჭირდებათ, რომ დაგეგმოთ კადრი, მაშინ როგორ ახერხებთ, რომ ეს ბუნებრივობა შეინარჩუნოთ? თუ ბავშვთან გვაქვს გადაღება, ვცდილობ მანამდე მქონდეს ურთიერთობა, აი როგორც არის თამაში. შოკოლადებიც დამირიგებია ბავშვებისთვის. სიურპრიზად დავპირებია, რომ გადაღების ბოლოს იქნებოდა ამის გამო ძალიან ისე იქცეოდნენ, რომ იცოდნენ, რომ ბოლოს აუცილებლად მიიღებდნენ სიურპრიზს. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებთან, უფრო საუბრის დროს უფრო იხსნება ადამიანი, უფრო ჩანს მისი ხასიათი, ასე ვთქვათ.
და ასე ხდება ძირითადად გადაღება. მე ასე ვიღებ ყოველ შემთხვევაში პორტრეტებს უშუალო კომუნიკაციით. პორტრეტების გარდა კიდევ რისი გადაღება გიყვართ? ალბათ უფრო ფოტორეპორტაჟების. ვფიქრობ, რომ ეს უფრო კარგად გამომდის. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება მე თვითონაც ფოტორეპორტაჟის გადაღება და ალბათ იმიტომაც გამომდის. ეს არის ამბავი, რომელიც ფოტოებით უნდა მოყვე. ანუ შთაბეჭდილება უნდა მოახდინო ადამიანზე ფოტოებით და არა სიტყვებით. ვფიქრობ, გამომდის. დანარჩენს ახლა უფრო საზოგადოება შეაფასებს და აფასებს. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ფოტორეპორტაჟი მაქვს გადაღებული. თითქმის ყველაფერი, რაც ჩოხატაურში ხდება. ძირითადად ამ წლების განმავლობაში ძირითადად ვიღებ ფოტორეპორტაჟებს. ყველა ღონისძიებას, რაც ხდება, თუ ჩემს გვერდს გადახედავთ, იქ არის ძირითადად ეს ფოტომასალა. კი, და მეც უნდა აღნიშნო, რომ როდესაც თქვენს ფოტოებს ნახულობ, ისე ვხსნათ, თავს თითქოს იქვე ვიყავი. დიდი მადლობა. თითოეულ ფოტოს როდესაც გადავყვები, უკვე აღვიქვამ თელ სიტუაციას და ემოციასაც, რაც იმ ღონისძიებაზე იყო. დიდი მადლობა. მე მაინტერესებს როგორია ის პროცესი, როდესაც კადრს ხედავ და აი ეს კადრი უნდა დაეჭიროთ, აღვიქვამთ, რომ აი ეს კადრი არის კარგი და უნდა გადავიღო. მუსა როდის გეწევათ, როგორ გეწევათ, უბრალოდ. ხედავ ადამიანს ან პეიზაჟს და ფიქრობ, რომ გადაიღებ და იქნება ის, რაც გინდა. არის შემთხვევები, როდესაც იმედი გიწროვდება, ანუ შეიძლება არ არის ის, რომელი კადრიც გჭირდებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოდის. მე ასე ვფიქრობ. მომზადება ჭირდება გააჩნია, ანუ ფოტოგრაფია ცოტა გამართლებაზეცაა. ან გეგმავ მე გადავიღებ მაგალითად მზიან დილას. საერთოდ შეიძლება არ იყოს ეს მზიანი, განსაკუთრებით მთაში, როდესაც ხარ, არის შემთხვევები, ან ნისლი არ გჭირდება ეს ნისლი, ან რაღაცა ესეთი. ანუ ფოტოგრაფიას და კადრს ჭირდება, გარდა იმისა, რომ გამოცდილება გჭირდება და შესაბამისი ტექნიკა, ამასთანავე გჭირდება აუცილებლად გამართლებაც. აი ეს ყველაფერი თუ გაქვს, ამ შემთხვევაში გამოგევა ძალიან საინტერესო კადრი. და ვფიქრობ, ამასთან ერთად ფოტო უნდა იყოს ცოცხალი. მე საინტერესო კადრზე გადავედით ახლა და ესთეტიკასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია იდეა და შინაარსი ფოტოსი. ხომ თქვენ როგორ გადმოსცემთ და როგორ ახერხებთ აი ამ იდეის და შინაარსის დაჭერას? ფიქრობ, რომ ვახერხებ, იმიტომ რომ იდეა რაც ჩადებული მაქვს ამა თუ იმ ფოტოში და იდეის გარეშე საინტერესო არ გამოდის ნამდვილად, გრძნობ, რომ მიდის მნახველამდე, იმიტომ რომ ხედავ კომენტარებს, განსაკუთრებით ქუჩაში როცა ხვდებიან, მაშინ აი ყველა აღნიშნავს, რომ აი გუშინდელი შენი რეპორტაჟი თუნდაც ან თუნდაც რაღაცა პეიზაჟი ან პორტრეტი, აი მათთვის იყო ძალიან საინტერესო, გასაგები და მოსაწონი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანები გეუბნებიან, შემფასებლები არიან ძირითადად მნახველები, ხო? მათთვის ვიღებთ. და როდესაც ისინი მეუბნებიან, რომ ეს იყო მათთვის ძალიან საინტერესო, მეც შვიდად ვარ ვფიქრობ, რომ აი გამომივიდა, თუმცა კი შრომა ჭირდება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამ ყველაფერს, რომ ეს გასაგები და საინტერესო და ამასთანავე ლამაზი იყოს მნახველისთვის. აი შრომის გარდა კიდევ რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის და საჭირო იმისათვის, რომ იყო კარგი ფოტოგრაფი? გამოცდილება აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გადაიღებ, თუ შესაბამისი ტექნიკა გაქვს, გააჩნია რას იღებ და რისთვის. და რაც მთავარია, მზაობა, სურვილი გადაიღო ის, რაც გინდა რომ გადაიღო და გამოვიდეს საინტერესო. ამისთვის აი ეს მე ვფიქრობ, რომ ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია. რამდენად თვითკრიტიკული ხართ? კი, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. სულ რამდენიმე კადრი მომწონს ჩემი, ბევრი არა. ეს მეხმარება იმაში, რომ მუდმივად განვითარდე, მუდმივად ვიშრომო იმისთვის, რომ ხვალ უფრო უკეთესი გამომივიდეს, უფრო სწორად დავინახო, უფრო სწორად გადავიღო და უფრო სწორად ვაჩვენო, სწორად გადაღებული ვაჩვენო მნახველს.
დროთა განმავლობაში ალბათ უფრო განმივითარდება ეს უნარი. იმედი მაქვს. და თქვენ ძალიან წარმატებული ხართ და მოგვიყევით უკვე მადლობა. გამოფენებზე, კონკურსებზე, რომელშიც მიგიღეთ მონაწილეობა და ასევე ვიცი, რომ ბევრი ჯილდოც გაქვთ და კი, მათ შორის როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კონკურსებზეც მიმიღია მონაწილეობა, მაქვს რამდენიმე ჯილდოც. განსაკუთრებით მახსენდება ჩემი მეგობარი თაზოს ფოტო, რომელიც პირველი ჩემი კონკურსი იყო და თაზო სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდა, ჩვენ ძალიან კარგად მეგობრობთ, უკვე წლებია და გამოგვივიდა ძალიან კარგი ფოტო თავის მეგობარ ცუგასთან ერთად. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. ფოტოს ქვია მიჯაჭვულნი და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ფოტო. იქედან გამომდინარე, რომ მან ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსის პრიზი მომიტანა სპეციალური ჯილდო ჟიურის, რაც ძალიან მიამაყება. მაშინ მივედი თაზოსთან და მასთან ერთად გავიზიარე ეს ყველაფერი სიხარული. ჩვენ წლებია მეგობრობთ და არა მხოლოდ თაზოსთან, ბევრ სხვა ახალგაზრდასთან, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონეა, მათ არ აქვთ შესაძლებლობა რომ მოვიდნენ ჩემამდე და გადავუღო. ესეთ ადამიანებთან მე სახლში მივდივარ. და ვაწყობთ ფოტოსესიებს. მათ ფოტოებს მე კონკურსებზეც ვაგზავნით, თუ მათი სურვილია, რა თქმა უნდა. და ასე ვთქვათ, ჩვენ წლებია უკვე ჩამოგვიყალიბდა ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება ძალიან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ ფოტოების დაბეჭდვა და ამის ჩუქება ადამიანებისთვის. მოგიყვებით თქვენთვის რასთან ასოცირდება დაბეჭდილი ფოტო? პირველ რიგში ემოცია არის ხელშესახები. როდესაც ფოტოს ბეჭდავ და ადამიანებს ჩუქნი. ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ რომ უხარიათ. აღმოვაჩინე რომ ძალიან დიდ სიხარულს გამოხატავენ, როდესაც ფოტოს უბეჭდავ და ვჩუქნი დაბეჭდილი სახით. ამიტომ თუ კი ვინმეს ფოტო მაქვს, აუცილებლად დაბადების დღეებზე ვჩუქნი თავიანთ ფოტოებს. და მიხარია, რომ მოსწონთ. ესე იგი ციფრულმა სამყარომ თლად ვერ ჩაანაცვლა ის ემოცია, რასაც იწვევს დაბეჭდილი ფოტო. ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა იბეჭდებოდეს. ფოტოს დაბეჭდილი ფოტო ალბომი, როდესაც გაქვს ემოცია, რომელიც შეგიძლია ხელის გაწვდენაზე შეეხო, აიღო, დაათვალიერო, არც შუქი სჭირდება, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი და რაც მთავარია, ძალიან დადებით ემოციას იწვევს ადამიანებში, რომ დავაკვირდი. ძალიან დადებით ემოციას იწვევს, სწორედ ამიტომ ვჩუქნი ყველას, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, თავიანთ დაბეჭდილ ფოტოებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ემოციურია. კი, ძალიან ემოციურია ნამდვილად. მაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც. თუ კი გეგმავთ მათ შორის სკოლებთან თანამშრომლობას? აუცილებლად გეგმავ. მომზადებული მაქვს ლექცია. მინდა ვესაუბრო მათ, როგორ შეიძლება რომ ფოტო გადაიღონ, თუნდაც ტელეფონით მარტივად. შესაფერის დროს, დღის რომელ მონაკვეთში შეუძლიათ ეს გააკეთონ, პორტრეტისთვის როგორ შეუძლიათ იმუშაონ და ასე შემდეგ. პატარ-პატარა რჩევები როგორ შეუძლიათ გააკეთონ მინიმალური ტექნიკით საინტერესო და ლამაზი ფოტო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შევხვდეთ, მქონდა საუბარი რამდენიმე სკოლასთან და შეიძლება მათ ამ საუბრის შემდეგ, რა ვიცი, ფოტოგრაფობაც მოინდომონ და ინტერესდნენ ამ პროფესიით და ეს ძალიან შესანიშნავი ამბავია. თუ კიდევ იქნება ჩოხატაურელი ფოტოგრაფები, რომლებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან ამ სფეროში. რაც შეეხება საომავლო გეგმებს, ვფიქრობ, მომავალ წელს მექნება ფოტოსახელოსნო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ და გადაიღონ ფოტოები, შექმნან ისტორიები და შეინახონ. არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება ეს ჩოხატაურისთვის და ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ფოტოისტორია გადავიღოთ ბევრი ფოტო, შევქმნათ ისტორია, რადგან დრომიტის კადრები გირჩება. ნამდვილად.
ძალიან დიდი მადლობა იამზე, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან საინტერესო, დარწმუნებული ვარ ასევე იყო ჩვენი მსმენელისთვისაც და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა მარიამ მოწვევისთვის. მადლობა სუხდი ჩვენს მსმენელსაც. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება TVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი თემითა და ახალი სტუმრებით. დროებით.